რა აკლია დღეს სკოლას ყველაზე მეტად? თუნდაც საგანი იყოს, აი რა უნდა ისწავლებოდეს და არ ისწავლება? პროფესიონალები აკლია. ოღონდ მე არ მინდა ცუდად გამომივიდეს და არა კოლეგიალურად. გულისხმობ, რომ რაღაცნაირად პროფესიონალური მიდგომა აკლია. აი ის აკადემიურობა აკლია, სადაც მართლაც სწავლობს სიყვარულს და აი მღირებულებებს, საგნების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. საგნების თვალსაზრისითაც რა თქმა უნდა, ჩემი აზრით არის ესეთი კორექცია საჭირო. არის რაღაც ისეთი, როგორც თქვით, ეს საბაზისო ცოდნა, რასაც მოიაზრებს, უნდა იყოს გარკვეულ ასაკამდე, მაგრამ აი შემდგომ უფრო შეგვიძლია მართლა აი რაღაცა მეტი თავისუფლება და თავისუფალი სივრცე დავტოვოთ ადამიანის მართლაც პიროვნული განვითარებისთვის. მე ჩემს პირად გამოცდილებაზე რომ ვისაუბრო, ერთ-ერთ კერძო სკოლაში არის ესეთი პრაქტიკა, რომ დამამთავრებელ კლასებში მე-11-ეს ზემოთ, აი მე-12-ში ბავშვებს უშვებენ დასაქმების სიმულაციაზე, ასე რომ ვთქვათ. მაგალითად, თუ ბავშვს არის რაც ჩამონათვალი და ბავშვს თუ აინტერესებს პირობითად იურიდიული და თეორიულად ფიქრობს, რომ ვთქვათ, იქ ჩააბაროს და რაღაცა უფრო საფუძვლიანად ისწავლოს, ამ ბავშვს უშვებენ იურიდიულ ფირმაში, ასე ვთქვათ, სტაჟიორად, სადაც უფრო შიგნიდან ხედავს, რას მოკიდებს ხელს თუ ის აირჩევს ამ პროფესიას. ჩემ დროს მე რომ მე-12 კლასში ვიყავი, ძალიან ვიწრო იყო ეს თვალსაჩინო ჩემთვის. არც ვიცოდი, რომ აი ვიცოდი მხოლოდ ის პროფესიები, რაც ჩემ გარშემო ჰქონდათ არჩეული უფროსებს, დედაჩემს, მამაჩემს, მეგობრის დედას, აი რაღაც მხოლოდ ოჯახის და ახლობლების გარშემო. ის რომ თქვათ არსებობდა კიდე რაღაც კულინარია რო არსებობდა მაგალითად როგორც პროფესია, მე გავიგე, როცა გავხდი 25 წლის, 28, 18 წლის ასაკში ეს არ ვიცოდი და ამ შემთხვევაში ეს კერძო სკოლა აძლევს ამ ბავშვს საშუალებას, რომ უბრალოდ იმ ფურცელზე მაინც ნახოს რა პროფესიები არსებობს. მე მგონია, რომ ყველა სკოლაში თუ იქნება ეს პრაქტიკა და დაინერგება ეს პრაქტიკა, რომ რაღაცნაირად ბავშვებმა იცოდნენ, რამდენნაირი შესაძლებლობა აქვთ განვითარების ცხოვრებაში. იქნებოდა ძალიან სწორი და საინტერესო. 16 წლამდე, თუნდაც 17 წლამდე ბავშვი არ არის ჩამოყალიბებული სწორად და იმდენად კარგად რომ გაერკვეს თავის პირად ცხოვრებაში. ან ვერ ჩამოყალიბდება ეგრე მოზარდი. ამიტომ ხო რომ უნდა ქონდეს შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაში, სადაც ატარებს მართლა თავისი ცხოვრების უდიდეს ნაწილს ამ პერიოდში სკოლის ასაკის ბავშვს გულისხმობ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ სივრცემ და იმ დაწესებულებამ, ასე დავარქვათ, არ ვიცი, უნდა მისცეს, დაეხმაროს, ნამდვილად ის უნდა იყოს მართლა რაღაცა რგოლი, მერე ცხოვრებაში გასასვლელად, ხომ, რომელიც რაღაცა მოგცემს ბიძგს გარკვეულწილად და დაგეხმარება, გაერკვე საკუთარ თავში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა არის შენთვის კარგი მოსწავლე და მარიამისთვის კარგი მასწავლებელი? ზოგადად ხა სიტყვა კარგი ძალიან ესეთია რა, პირობითია და კარგი და ცუდიც ძალიან პირობითია ყველა თემასთან დაკავშირებით. მაგრამ ალბათ ყველას ჩვენი რაღაც შინაგანი ინსტინქტური სტანდარტები გვაქვს, რომ აი მისაღები რაც არის რა შენთვის და მისაღებზე მეტი, უფრო აი ყველასთან ეს რაღაც სიახლოვე არ ხდება, ვიღაცასთან უფრო მეტად ხდება, ვიღაცასთან უფრო ნაკლებად და აი ამ ჭრილში რო ვიმსჯელოთ, ვთქვათ, აი ხა თუ რა არის შენთვის კარგი მოსწავლე, აი გემრიელი მოსწავლე, ვისთანაც აი შენთვის ურთიერთობა და სწავლება სიამოვნებაა. ძალიან პირობითია, აი ეს რაღაცა კლასიფიკაცია, ხომ, ვინ კარგი, ვინ საერთოდ ცუდი რას ნიშნავს, ხომ? არანაირი იარლიყები, ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი და ვიქნები, იმიტომ რომ, ჩვენ წინაშე ხალ თუ პედაგოგი იმას ვერაცნობიერებს, რომ მის წინაშე დგას ინდივიდი, რომელსაც კარგიც აქვს და ცუდის, რომელსაც აქვს თავისი რასაკვირველია, თავისი დადებითი თუ არყოფითი მხარეები, ხო? მაგრამ მე ადამიანურადაც ასე მგონია სწორი და პედაგოგიც ასე უნდა იქცევდეს ჩემი აზრით, რომ ესე იგი კონცენტრა, აი ზუსტად დადებით, ადამიანში დადებითზე უნდა კონცენტრირდე. თუ კი შენ ეძებ, ახლა ძალიან მარტივია, რა უნდა დღეს მით უმეტეს, რა ვიცი, ადამიანში უარყოფითი თვისების აღმოჩენა კი არა, რაღაცა ზედაპირზეა ძალიან ხშირად უფრო ვაწყდებით ყოფით ცხოვრებაში და ასე შემდგომ, უფრო რაღაცა უარყოფით მომენტებს ძალიან ხშირად. მაგრამ სწორედ
ის არის მნიშვნელოვანი ალბათ ხო და ღირებული რომ ეს შეძლო და დაინახო დაიჭირო დადებითი ისაც ინდივიდუალურად აქვს ის რაღაც ინდივიდუალური ხო და წამოიყვანო და რაღაც აი ამას შეუწყო ხელი აი ყოველთვის მეზიზღებოდა მე თვითონ როცა მოსწავლე ვიყავი აი ეს კითხვა საერთოდ მე არ მესმის რას ნიშნავს რაღაცა გაფუჭდა ვიღაცამ რაღაცა ფანჯარა ჩაამტრია თუ რაღაცა გააფუჭა მერხი და აი რაღაცა ეხლა ადგეს და თქვას ვინ გააკეთა პირველი მე რაც მახსენდება ამ თემაზე არის სირცხვილის კორიდორი აი ეგ ფრაზა ყოველთვის რაღაცა ჩემთვის სამართლიანობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ეს იყო ჩემი ღერძი მოქმედებისაც და ფიქრისაც და ხშირად ვაწყდებოდი აი მაგას რომ სხვა ბავშვების მიმართ ირღვეოდა ეს სამართლიანობა და აი ეს ბავშვები რაღაცნაირად ხვდებოდნენ ამ სირცხვილის კორიდორში და მე მგონია რომ ბავშვი მოზარდობის ასაკში როცა ჩადგება ამ ვითარებაში ეს სამომავლო პერსპექტივაში აუცილებლად ცუდ შედეგს გამოიღებს და არა პირიქით რომ ძალიან ფიქრობენ რომ აი ოღონდ სხვამ რაღაც ისე არის ფიქროს აი ცუდი არ თქვას და აი მაგის რაღაც საზოგადოების რეაქცია და იმ სოციუმში თან ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოზარდობის ასაკში აი ეს თანატოლების ასე ვთქვათ აი რაღაცა აღიარება მხარდა პატივისცემა ყველა ბავშვი იბრძვის გარკვეულწილად რაღაცა აი თავისი ადგილის დასამკვიდრებლად ხო აი მან ამას თან ბმაში ალბათ იქნება ერთგვარი ბულინგის თემაც ხო აი როდესაც იქ თვით დამკვიდრებისთვის, თვით გადარჩენისთვის, როცა მიმდინარეობს ბრძოლა, ესეც ბრძოლაა, ხო? ეს ხო საზოგადოებაა, რა, ის კლასი, ერთი კლასი თუ რაღაც გარკვეული რაოდენობა ბავშვებს, ეს უკვე საზოგადოებაა. ეხლა მithumetes ბულინგის თემა ძალიან შემოღებულია ჩვენ. დიახ, ზოგადად ვფიქრობ ბულინგი ძალიან დიდი ხნის თემაა და არა მარტო ქართული საზოგადოების, ხო, ყველგან არის. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმიტომ რომ მართლა გადარჩენისთვის ბრძოლა არის ადგილის მოპოვებისთვის და აი ზუსტად მან ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ჩაერთვება ამ როლი მასწავლებელი და მშობელიც რაღაცნაირად ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია უნდა იყოს აი ჯანსაღი ურთიერთობა პატივისცემაზე დაფუძნებული ორმხრივად რაღაცნაირად რომ ხელშეწყობა აი იმ თვალსაზრისით რომ გავაგებინოთ ფრთხილად თითოეულ სიტყვას უნდა მართლა მოზომა ბულინგის თემა რო წამოვწიეთ წევან აი მშობელი უნდა იყოს დაინტერესებული თავისი ბავშვი როგორ თუნდაც აი სწავლაზე ან აი რა ხდება ბავშვის ან გარშემო ირგვლივ ურთიერთობები თუნდაც ანუ უნდა იკითხოს ან დაინტერესებული უნდა იყოს აი ორი კონტრასტული ისტორია ჩემი პირადი აი ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით მე როცა ვიყავი მოზარდი და სკოლის მოსწავლე ოღონდ საუბრობ მარიამზე უფრო პატარა ასაკში ჩემს მშობელს ხშირად იბარებდნენ იმისთვის რომ თითქოს მე ვიყავი აქეთ ბულერი რეალურად მოდიოდა მამა ჩემი სკოლაში ან დედა ჩემი არ ქონდა ამას არსებითი მნიშვნელობა და საბოლოოდ ეს შეხვედრები პედაგოგთან ან დირექტორთან მთავრდებოდა იმით რომ ჩემი მშობლები დგებოდნენ ჩემს მხარეს ოღონდ ორივე მშობელი მყავს ძალიან ობიექტური, ძალიან სამართლიანი და რეალური ამბავი იყო ის, რომ უკვე რომ კარგად გაერკვეოდნენ სიტუაციაში ჩემი მშობლები, აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ მე ბულერი კი არ ვიყავი, ეს კონკრეტული ადამიანი, ვინც მე ბრწყალებში დავჩაგრე, თვითონ ჩაგრავდა ვიღაცას და იქ ჩავერიე. ანუ რეალურად რაღაც ისე გამოდიოდა, რომ მე ის დაჩაგრული დავიცავი და ამის ხარჯზე მოხდა მჩაგვრელის პირობითად დასჯა. და მეორე ამის კონტრასტული ისტორია ჩემ შვილთან მიმართებაში, სადაც რაღაცა ბულინგის ესეთი ინციდენტები იყო და იმდენად ვერანაირი ბერკეტი ვერ მონახა ჩემი მხრიდან ოჯახმა პედაგოგთან სკოლაში ვერ დავჯექით ერთ სიბრტყეზე მე და პედაგოგი ჩემი შვილის მამა, ბაბუა, ბებია და პედაგოგი ანუ ჩვენ ვეცადეთ რომ დიპლომატიური ყოფილიყო გზა ამ ბულინგის მოგვარების. მსხვერპლი ამ შემთხვევაში უხეშად რომ თქვა იყო ჩემი შვილი, ანუ ბულერი იყო სხვა ბავშვი და
რაღაცნაირად ვერ დავსხედით აი იმ მოლაპარაკების მაგიდასთან, რომ სკოლა სწორად ჩარეულიყო. გამოვიძიე ეს ამბავი, ჩავყევი ბოლომდე და ესეთი სურათი დაიხატა, რომ იმ ინციდენტის დროს, როდესაც ხდებოდა აი რაღაც უფროს კლასელის მხრიდან მაგალითად ჩემი შვილი მესამე კლასშია და მეხუთე კლასელი მიეჯახა. და იქ რაღაცა პატარა კონფლიქტი წარმოიშვა. მასწავლებელი ერეოდა ამ კონფლიქტში, თუმცა არ ხდებოდა ამ კონფლიქტის განმუხტვა ისე, რომ ან ერთ ან მეორე მხარეს არ გაეყოლა სახში აი ეს რაღაც შეგრძნება დაჩაგრულის თუ შეურაცხყოფილის. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ჩემი შვილი მოდიოდა სახლში და ყვებოდა ესეთ ამბავს რომ მასწავლებელი კი ჩაერია, მაგრამ მხოლოდ განარიდა გიორგის სიტუაციას და არ მოახდინა იმ ფორმის ჩარევა და ვთქვათ მოლაპარაკება ან ამ ორი ბავშვის ისე დაშოშმინება ერთმანეთთან, აი ხათუნა ამბობდა წერან დავამეგობრეო, არ მოხდა რაღაც მასწავლებლის მხრიდან იმ როლის შესრულება, რომ ამ შემთხვევაში ჩემი შვილი მოვიდა სახლში შეურაცხყოფილი. მე მგონია რომ მასწავლებლის მთავარი დანიშნულება ეგეთ დროს, აი ამ ბულინგის დროს ის არის რომ ის ოქროშუალედ იმოძებნოს, იმ მედიატორის როლი ისე ითამაშოს ამ მოზარდ შორის, რომ ერთ-ერთი, რომელიც ბრჭყალებში დაჩაგრულია, არ მივიდეს სახლში აი ამ განცდით, რომ მას შეელახა თავმოყარეობა. სამწუხაროდ ეს ისეთი პრობლემა, ამაზე ფსიქოლოგები მუშაობენ, უამრავი ადამიანი მუშაობს, ეს ესე მარტივად არ წყდება სამწუხაროდ. ვინც არის მენტორი კლასში, რომელსაც ევალება პირდაპირ ურთიერთობების, აი კონტროლი კარგი გაგებით, არ უნდა გამოგეპაროს. აი ეს არის შენი პირდაპირი მოვალეობა. აი აქ რაღაცა დავიღალე, ვინმე მოიცა ახლა და არაუშავს და ნუ რა ვქნა და თვალი დავხუჭე, აი ეს აი ძალიან მაღალი ხარისხის უნდა იყოს სიტყვებს უკან ვერ წაიღებს და აი პასუხისმგებლობა მართლა რაც მარიამაც ახსენა უნდა იყოს ძალიან მაღალი ხარისხის. არ უნდა დაიღალო, ბოლომდე უნდა გაყვეთ. ეს ზვავის პრინციპია, მე ბავშვი აგროვებს ამას აგროვებს სერიოზულ პრობლემებს იწვევს, ყველა ვიცით, ხო, რა თქმა უნდა. აქედანვე უნდა, უბრალოდ მე ახლა როგორც უფრო მაღალ კლასებთან მაქვს შეხება მთელი ცხოვრება მაღალ კლასებს ვასწავლი და მე გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას. აი, როდესაც ვინც იყო ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, ბულერი თუ ასე შემდეგ, აი, სწორედ მასთან ურთიერთობა, როგორც აი დავინტერესდი ამ ინდივიდით. და დავიწყე, იცი რა, დავიწყე ეს ხო შედეგია. პიროვნული აი შესწავლა, რომ მე ზედაპირულად არ გააკეთო ეს და ცუდია და ეს არ ეძლევა შედეგს, ხო? ახლა რამდენი შენიშვნა უნდა მისცე? ნუ მიეცი და რა, შედეგს ვერ მიიღებო. ფესვები აქვს საძიებელი. რა არის რაღაცა მიზეზი? პრობლემას ვერ გადაჭრი, ხო? ზედაპირულად რაღაც შედეგია. ეს რაღაცის შედეგი. საიდან მოწყოლ იქნებ იმ ბავშვს ყველაზე მეტად ჭირდება დახმარება. და როგორც წესი ასე ყოველთვის ასე ეს თავად განიცდის ისეთი პრობლემები აქვს შესაძლოა და რა თქმა უნდა აი ამას მე აი ამის გადახარშვა ძალიან უჭირს და აი ასეთი გამოხატვის ფორმა აქვს მაგრამ იმას იქ ზღვარს ვერ ავლებს იმიტომ რომ ჯერ ბავშვია რომ იქ ზღვარი დაიცვას რომ სხვა ადამიანს არ მიაყენოს მერე შეურაცხყოფა და ტკივილი და აი სად დაი როგორ დაიცვას ზღვარი და აი რაღაცა ოჯახის გაცნობით დავიწყე აი ოჯახს შევხვდი მამა გავიცანი მაგალითად და გავიცანი ცალკე არასკოლის სივრცეში თან ცალკე საერთოდ ალბათ პრობლემის დასაწყისი მან ჩანს კი ზუსტად და ბევრ თემაზე ვისაუბრე და იქ ძალიან ბევრი რაღაც გავიგე ნამდვილად და ნუ ამას დასჭირდა იცი დრო რა თქმა უნდა და ოღონდ თავარია მე ვფიქრობ რომ რადგან მე ვიყავი დამრიგებელი მე ვგრძნობდი პასუხისმგებლობას ხათუ შენთან გადმოვალ ამ შეკითხვით მართლა მაინტერესებს აი როგორც პედაგოგი და ნუ აი ამ ბავშვებთან უდიდესი დროის გამტარებელი ადამიანი რას ურჩევდი მშობლებს აი შენ როგორც პედაგოგს რა გაკლია მშობლებისგან და მე როგორც დედა ეგრე გეკითხები რომ აი რა შეიძლება გავაკეთო მე ჩემი შვილისთვის რომ პედაგოგს ჯანსაღ პედაგოგს ხელი შევუწყო და რაღაც ეს თანამშრომლობა იყოს ჯანსაღი. მაინც ალბათ ისევ ჩვენი შვილის საკეთილდღეოდ რაღაცნაირად უნდა ჩავუნერგოთ მაინც პედაგოგის მიმართ პატივისცემა. თუ ეს პატივისცემა ის სწორედ ოჯახიდან არ მოდის
კიდევ ვიმეორებ, როდესაც ეს არის დამსახურებლად, ახლა არც იმის თქმა მინდა, რომ რაღაც ან მოვატყუოთ კი არა, მაგრამ აი ის არის მაინც მისი იქ რაღაც მენტორი, მისი რაღაცა პატივსაცემი და ავტორიტეტული პიროვნება აი არის თუ არა დღეს საერთოდ პედაგოგი, ავტორიტეტი და საერთოდ ცხოვრობ თუ არა ავტორიტეტების ეპოქაში. მე მგონი რომ ბევრი რაღაც შეიცვალა, რომ ახალ თაობას რაღაცა ის ორიენტირები, რაღაც ზნეობრივი, აი რომ აი ის არის პატივსაცემი ადამიანი, ვიღაც ცნობილი, დაუშვათ რეჟისორია, თუ მსახიობი, თუ ვიღაცა დაუშვათ მომღერალი, თუ პირობითად, ხომ? პატივსაცემი ადამიანი და რაღაცნაირად აი რომ რაღაცა ბაძვა არ არის ცუდი. ეს არ ნიშნავს არც კოპირებას, ხო გვესმის ეს ყველას, მაგრამ ეს რაღაც მოდელი რაღაცნაირად შვილს უნდა ვასწავლო, რომ აი მე მაგალითად ვერ დავამთავრე ახლა აზრი, მაგრამ ხშირად მე ვურთავდი, მე თვითონ ვაჩვენებდი, რომ აი ნახე დედა, მოდი, აი შეხედე ვიღაცის ინტერვიუ, აი ესეთი პატივსაცემი ესეთი ჭკუა საკითხავი ადამიანი, როდესაც მეტყველებდა დავუშვათ აი რაღაცა საკითხებზე, მისი შეხედულებები, მნიშვნელოვანი, აი მოусმინე, ნახე რას ამბობს. ყოველ შემთხვევაში ვცდილობდი, მეც ხომ მშობელი ვარ და ვცდილობდი, რომ მესწავლებინა ჩემი შვილებისთვის, რომ რაღაცა არ არის ცუდი ეს. ოჯახში თუ ბავშვს ეუბნებიან, რომ იცი რა, მე მესმის, შეიძლება შენ რაღაც არ მოგწონს, მაგრამ მაინც შენ მაინც პატივი უნდა სცე და დაიმსახურე შენს პატივისცემ, ანუ ხელი შეუწყბე და თუ პედაგოგს შეეშალა, მეც დაგეხმარები, რომ მოდი ერთად ჩავერთოთ, ოღონდ არა რაღაცა ჩხუბით და რაღაცა თითქოს გაღიზიანებით, აი რაღაცა ფორმა მოიძებნოს ისე, რომ ბავშვმა თან რომ ყოველთ გამოხატოს უნდა თავისი აზრი აუცილებლად, მაგრამ რაღაცა ეს გარკვეულ ფორმებში, გარკვეულ ჩარჩოში. მე მგონი ნამდვილად თავისუფლად შესაძლებელია, რომ არც ესე იგი თან იყოს მეგობრობაც, აბსოლუტური რაღაცა გახსნილობა ამ სხვადასხვა თაობის ადამიანებს შორის და თან იყოს ის ზღვარი დაცული და პატივისცემა, რომ არასდროს დაგავიწყდეს, რომ ვინ დგას შენ წინაშე. ოღონდ ორმხრივად, რა თქმა უნდა, არც მშობელს არ აქვს იმის უფლება, რომ რაღაცა ბავშვს დაურღვიოს, ხომ რაღაცა ან ზიანი მიაყენოს, შეიძლება უნებრივია, ხა არავის არ უნდა. ბეწვის ხიდია. ნამდვილად ეს ბეწვის ხიდია და ეს ოქროშუალედი ძალიან რთული საპოვნელია, მაგრამ რა ვიცი, ეგეც ჩვენი პასუხისმგებლობა რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ. აი ილია ჭავჭავაძე რო ბრუნდებოდა საქართველოში 4 წლის შემდგომ 4 წელი რუსეთში პეტერბურგში განათლების მისაღებად იყო წასული, ხა მოგეხსენებათ, თერგდალეულებზე ვსაუბრობდა, რომ ბრუნდება 4 წლიანი განშორების შემდგომ, აი აწუხებს ასეთი კითხვება, იტანჯება ეს შინაგანი რყევა, რომ როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე და რაზე ღელავს, მოკლედ რო ვთქვა, რომ გავიგებ კი მე 4 წელი არ ყოფილ ვარ და გავიგებ კი მის გულისტკივილს და საბოლოო ჯამში ხა და იქვე ამბობს რომ მე როგორც უცხო ნიადაგზე გადარგულმა შემიძლია გავიგო ან ის გაიგებს ჩემსას მაგრამ ბოლოს დასკვნა გამოიტანო არა აუცილებლად გამიგებს იმიტომ რომ დედას შვილის მაინც ყოველთვის ესმის დასკვნა რომ შეუძლებელია სხვაგვარად იმიტომ რომ შენი სისხლი და ხორცია და ეს ურთიერთგაგება ნუ ამაზე დგას ყველაფერი ხო აი ნახე მანდარი კრიტიკული შეკითხვა ეხლა მე რაც თავში აზრად მომივიდა შენ რასაც ყვები ეს არის ნუ ჯანსაღი კარგი ცუდი ყველაფერი პირობითია მაგრამ ეს არის მშობლის მცდელობა რომ იყოს კარგი მშობელი. ვინც ამას ვერ ახერხებს, ანუ დღევანდელ ქაოტურ სამყაროში ძალიან რთულია და ყველა მშობელი ვერ ახერხებს, რომ თუნდაც ეს საღამოს შეკრებები კონდეს, რაღაცა თავის შვილთან განიხილონ და მე მშობელთან აი ეს კავშირი რომ ბავშვმა მოისმინოს
ამა თუ იმ საკითხზე როგორ ფიქრობს დედამისი ან მამამისი, რომ რაღაც რჩევა მიიღოს და მე აი მაინტერესებს რამდენად აწყდები შენ იმ პრობლემას, რომ მშობლები სათანადოდ ვერ იცლიან შვილებისთვის და მე ეს ხო ჩანს პედაგოგი ამას ხედავს, რომ რაღაცა ბავშვს სახლში არ აქვს დამუშავებული და შენ გიწევს ამ კედელთან შეჯახება. აი რამდენად არის ეს პრობლემა დღეს? რა თქმა უნდა არის და გადავხედოთ ჩვენ ზოგად სიტუაციას ქვეყანაში, ზოგადად როგორი ვითარება და ეს ბოლო წლები განსაკუთრებით ნახევარი საქართველოს რო გადახვეწილია ხო უცხოეთში და აი უამრავი რაღაც დანგრეული ოჯახი, დანგრეული ურთიერთობები და ასე შემდგომ ხო და ბავშვი რომელსაც შეიძლება დედა ენატრება, მამა ენატრება, წლები გადის არ უნახავს და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა ეს არის შესაბამისად ეს აისახება სოციუმზე ბავშვებს აი აგრესია ხო ძალიან ბევრი აგრესია დაგროვებული. ახლა უამრავი მიზეზი აქვს კიდევ ზოგადად პოლიტიკური სიტუაცია არის, ეკონომიკური თუ ასე შემდეგ. ხო ძალიან შორს ვარ წავიდეთ და რა თქმა უნდა ეს პრობლემა არის და აი ამას უნდა აი სკოლას კი შეუძლია ამ შემთხვევაში იქ კონკრეტულ მე ესეც რთულია შეიძლება ყველა პედაგოგმა ეს ვერ მოახერხოს. ხომ აი მაგრამ ვიღაცა მოახერხოს ან სად არის იდეალური საზოგადოება აი ზუსტად ეგ არის რომ რა უნდა ქნან რომ ისეთი რომ თუ მშობელი ვერ ახერხებს ან თუნდაც პედაგოგი აი რა უნდა ქნან აი ეგ არის ზუსტად აქ იმდენ ფუნდამენტური პრობლემა იმიტომ რომ ის სკოლაც ხო ნაწილია ამ ყველაფრის და ის მასწავლებელი იმასაც თავისი პრობლემა აქვს კაცმა არ იცის ხო პირობითად არა იმას პირადი რაღაცა მაგრამ ჯამში მაინც ურთიერთთანამშრომლობა ურთიერთთანაზიარობაშია მაინც გამოსავალი დიალოგი ხომ არის ყველაფერში ხა აბა დაასჯით და ხა ყურის აწევით და კუთხეში დაყენება დიდი ხანია ხო მადლობა ღმერთს ხო მაგრამ მოთხოვნა აუცილებელი მოთხოვნა უნდა მოითხოვო ოღონდ ძალიან სამართლიანად არ შეიძლება ყველაფერზე ხელი თავზე ხელის გადავუსვა ვერ გაიზრდება ვერ ისწავლის მცუდის და ოღონდ ეს კიდევ მე რომ სიყვარულით უნდა იყოს გაჯერებული და თუ ის იგრძნობს რომ შენ უყვარ ხარ ძალიან უყვარ ხარ მაგრამ სწორედ მისი შენიშვნა არის აბსოლუტურად სამართლიანი და აი ამას გააცნობიერებინებ რა ვიცი საბოლოო ჯამში თუ ეს ერთობლივობა იქნება კარგ შედეგამდე მივალს გონი თორემ ახლა მილიონი უამრავ ჭვიან ადამიანს უმსჯელია ამ თემაზე ჩვენ შეიძლება დღესვე ეს ვერ ვერც გადავჭრით ამ ჩვენ უბრალოდ ვისაუბროთ რაც მეტი ისაუბრებს ალბათ უკეთესია სადღაც ჭეშმარიტებამდე მივალს უღრმესი მადლობა ძალიან საინტერესო საღამოსთვის ჩვენც ძალიან ბევრს ვსწავლობთ თქვენგან მე ასე მგონია მარტო მე არ ვასწავლე თქვენც მასწავლით და გვასწავლით მე მგონი ასე სწავლა სიკვდილამდეო თუ როგორ არის მადლობა ჩემო რასან მადლობა თქვენ ძალიან მისიამოვნა თქვენთან დიალოგით მე შეგახსენებთ რომ ეს არის საჭირო პოდკასტი და გვიყურეთ ხოლმე საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ